ეთერშია კურიერი 12 საათზე ახალ ამბებს თამარ ურუშაძე გაგაცნობთ. 31 უკანონო ცეცხლსასროლი იარაღის საბრძოლო მასალა და დიდი ოდენობით ნარკოტიკი დაკავებულია 39 პირი. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბოლო 2 დღის განმავლობაში საპოლიციო და პრევენციული ღონისძიებები ქვეყნის მასშტაბით ჩაატარა. ამოღებულია დიდი რაოდენობით იარაღი, ავტომატი, ხელყუმბარა, მჭიდები და ასეულობით ვაზნა. შინაგან საქმეთა სამინისტრის მოადგილემ სტატისტიკური მონაცემებით შეაჯამა ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით გასულ წელს რეგისტრირებული დანაშაულის 70% გაიხსნა, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. ნათია მღებრიშვილი ესწრებოდა ბრიფინგ შინაგან საქმეთა სამინისტროში პირდაპირ ეთერშია ნათია დეტალებს ველოდებით შენგან. შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ საპოლიციო ღონისძიება, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა, დანაშაულის პრევენცია. სახლებიდან და დამხმარე სათავსოებიდან სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღები, ვაზნები, მჭიდები და ხელყუმბარები ამოიღეს. საქმეში დევს ასევე სხვა მტკიცებულებებიც, რომლებიც სამართალდამცველებმა ჩხრეკისას ამოიღეს შემთხვევის ადგილებიდან. ეს არის სხვადასხვა დასახელების ნარკოტიკი. დაკავებულია სულ 39 პირი. რა მიზნით ინახავდნენ ბრალდებულებით ცეცხლსასროლ იარაღს უკანონოდ, ამის დასადგენად, როგორც უწყებაში ამბობენ, სამართალდამცველები ინტენსიურ საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ. სამართალდამცველების მიერ ბოლო 2 დღის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული საპოლიციო და პრევენციული ღონისძიებების შედეგად ამოღებულია 31 ერთეული უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და დიდი რაოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება. სულ დაკავებულია 39 პირი. აღნიშნული ღონისძიებები სამართალდამცველებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე თბილისსა და საქართველოს ყველა რეგიონში ჩაატარეს. პოლიციელებმა დაკავებულების პირადი საცხოვრებელი სახლების, დამხმარე სათავსოებისა და ავტომანქანების ჩხრეკისას მტკიცებად ამოიღეს დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღები, ხელყუმბარები, მჭიდები და ასეულობით ვაზნა. ასევე ამოღებულია დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 226, 260 და 273 მუხლებით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. აქვე გსურს საზოგადოებას შევახსენოთ, რომ გასული წლის სტატისტიკური მონაცემების თანახმად რეგისტრირებული დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი უპრეცედენტოდ მაღალ ნიშნულზეა და 70% შეადგენს. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ შემცირებულია სიცოცხლისა და ჯანმრთელობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების რაოდენობა. დაკავებულები ახლა დროებითი მოთავსების იზოლატორებში არიან. გადაყვანილები დანაშაულის 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. უახლოეს საათებში მათ გენერალური პროკურატურა ბრალს ოფიციალურად წარუდგენს. მადლობა. საქმის დეტალებით ნათია მღებრიშვილი გვერდებოდა. საქართველოს პრეზიდენტი და საგარეო საქმეთა მინისტრი მილანში საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის სახელით გამართულ მიღებას დაესწრნენ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში მიხეილ ყაველაშვილი და მაკა ბოჭორიშვილი სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებს, მათ შორის ამერიკის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი-დი ვენს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდნენ. საუბრისას აქცენტი გაკეთდა 2 ქვეყნის საერთო ღირებულებებზე. მიხეილ ყაველაშვილი ასევე დაესწრება იტალიის პრეზიდენტის სახელით დაგეგმილ ვახშამს, რომელზეც სახელმწიფო მეთაურებს უმასპინძლებენ. მილანში იხსნება ზამთრის ოლიმპიური თამაშები. გახსნის ცერემონიის ფარგლებში იმართება არაერთი ღონისძიება, რომელშიც მონაწილეობას იღებენ სხვადასხვა ქვეყნების მაღალი დონის დელეგაციები. საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობს საქართველოს პრეზიდენტი. ჩვენ გახსნის ცერემონიის ფარგლებში გამართული ღონისძიებისას შესაძლებლობა გქონდა შევხვედროდით სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებს, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტს, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს და გქონდა შესაძლებლობა გავსაუბრებოდით მათ ისევე როგორც სხვა ლიდერებს. უცხოური ჩარავების წინააღმდეგ ევროპის საბჭო ახალ კანონმდებლობაზე მუშაობს. გენერალური მდივნის ინიციატივით მინისტრთა საბჭომ ანგარიში შეიმუშავა. კანონმდებლობამ უცხოური გავლენები უნდა შეამციროს. ევროპის საბჭომ წევრ ქვეყნებს, მათ შორის საქართველოს საკუთარი გამოცდილების გაზიარებას თხოვა. ქართულმა მხარემ ორგანიზაციას მოსაზრებები უკვე გაუგზავნა. მართლგუნდში აცხადებენ, რომ ევროსაბჭო ახლა ზუსტად იგივე ნაბიჯებს დგამს, რის გამოც ბრიუსელი საქართველოს ამ დრომდე აკრიტიკებს. ლეო ჯავხიშვილი მუშაობს ამ თემაზე, ის კურიერს უერთდება, გისმენთ ლეო.
საბჭოს ფარგლებში უკვე შეიქმნა ექსპერტთა კომიტეტი უცხოური მანიპულაციისა და ჩარევის შესახებ, რომლის მანდატიც 15 აპრილამდე განისაზღვრა. გამოქვეყნდა კვლევის წინასწარი ვერსიაც, რაც ახალი საკანონმდებლო ინსტრუმენტის შემუშავებას ეხება. ამ დოკუმენტის მიხედვით განხილულია სხვადასხვა ქვეყნის პრაქტიკა და განსაზღვრულია საფრთხეები, რომელსაც უცხოური სახელმწიფო აქტორები სხვა ქვეყნების დემოკრატიულ სისტემებს უქმნიან. წერია, რომ საინფორმაციო მანიპულაცია პირველ რიგში ეხება მეთოდებს, რომლითაც ხდება გავლენის მოხდენა აღქმებზე და რომლის სტრატეგიული მიზანიც შეიძლება იყოს დესტაბილიზაცია. ანგარიშის მიხედვით უცხოური ჩარევა პირდაპირ ან ირიბად მიეწერებათ აქტორებს და აქტივობები ამ მიმართულებით შეიძლება იყოს სხვადასხვა ფორმის, მათ შორის შუამავლების მეშვეობით. უცხოური საინფორმაციო მანიპულაცია და ჩარევა მოიცავს ფიზიკური ან იურიდიული პირების მიერ სახელმწიფოს ინტერესებში ან მისი სახელით განხორციელებულ განზრახქმედებას, რომელიც სხვა სახელმწიფოში მიზნად ისახავს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და პროცესებისადმი საზოგადოებრივი ნდობის შელახვას, პოლიტიკის შემუშავებას ან საკანონმდებლო პროცესებში ჩარევას, საზოგადოების პოლარიზაციას. უცხოური ჩარევა გულისხმობს ქმედებებს, რომლებიც პირდაპირ ან ირიბად მიეწერება უცხოურ სახელმწიფო აქტორებს. ეს კავშირები შეიძლება იყოს დამალული, შუამავლების მეშვეობით განხორციელებული ან სხვაგვარად განზრახ შენიღბული. ასეთი ქმედებები მიმართულია შიდა პოლიტიკურ, დემოკრატიულ ან სოციალურ პროცესებზე გავლენის მოხდენისკენ, შეფერხებისკენ ან მანიპულირებისკენ. მიზანი არა მხოლოდ შეხედულებების ჩამოყალიბება, არამედ დემოკრატიული სისტემების ფუნქციონირებაზე, ლეგიტიმურობასა და სტაბილურობაზე ზემოქმედებაა. ჩარევის ზღვარი იკვეთება მაშინ, როდესაც მოქმედება ხდება მანიპულაციით, ტყუილით, იძულებით და ფარულად. სისხლის სამართალი განსაკუთრებულ როლს ასრულებს უცხოურ საინფორმაციო მანიპულაციაზე და ჩარევაზე რეაგირებისას და იგი განხილულ უნდა იქნას როგორც უკიდურესი ზომა, რომელიც გამოიყენება მხოლოდ მაშინ, როდესაც პრევენციული, მარეგულირებელი ან სხვა ნაკლებად შემზღუდველი ზომები აშკარად არასაკმარისია. ქართულმა მხარემ ევროპის საბჭოს, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას სწორედ უცხოური ჩარევის წინააღმდეგ მიღებული კანონმდებლობის გამო აკრიტიკებდა, საკუთარი გამოცდილება უკვე გაუზიარა და ამ მიმართულებით შესაბამისი მოსაზრებები უკვე გადაუგზავნა. მმართველი პარტიის თქმით, ფაქტი, რომ ევროპის საბჭომ ეს საკითხი სისტემურ პრობლემად აღიარა, უკვე ნიშნავს, რომ მოცემულობა იცვლება და ორმაგი სტანდარტის ფონზე ყველა კარგად ხვდება, რომ უცხოური ჩარევა და საინფორმაციო მანიპულაცია დემოკრატიულ თანამედროვე სამყაროში მნიშვნელოვან და სისტემურ გამოწვევას წარმოადგენს. ყოველთვის ვამბობდით, რომ ნაცვლად კრიტიკის, ცარიელი კრიტიკისა, მოდით დავსხდეთ და რეალურ პრობლემას ვებრძოლოთ. და ეს აქამდე ამასაც ვერ მივაღწიეთ აქამდე, რომ თავად ეს როგორც პრობლემა ამის აღიარება მომხდარიყო და ამიტომაც იყო ალბათ ბევრის მხრიდან ზოგი თუ გახსოვთ ხან რა მიზეზს იგონებდნენ, ხან რა მიზეზს რომ გაემართლებინა თავისი კრიტიკა, მაგრამ დღეს უკვე სხვა მდგომარეობაა. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყინული დაიძრა, გულისხმობ იმას, რომ როგორც იქნა, მათ შორის ევროპის საბჭომ აღიარა, რომ ეს არის პრობლემა. ეს არ არის რაღაც უბრალოდ ცარიელი პოლიტიკური პროცესებიდან ნაკარნახევი, ხელოვნურად შექმნილი საკითხი, არამედ რეალური პრობლემა, რომლის წინაშეც დგას არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ევროპის საბჭოს ბევრი წევრი სახელმწიფო. სწორედ ამ კონტექსტში მოგმართა ჩვენც საქართველოსაც და კონკრეტულად აინტერესებს ამ მიმართულებით ჩვენ რა გამოცდილება გვაქვს და რას ვფიქრობთ თითოეული ამ მიმართულებით და იქ არის ჩამონათვალი ბევრი საბოტაჟიდან დაწყებული არჩევნების ჩარევით დამთავრებული უამრავი საკითხი და ჩვენ რაც გავაკეთეთ არის რომ ჩვენი გამოცდილება, ჩვენი კანონმდებლობა, ჩვენი ნაბიჯები და გადაწყვეტილებები თავი მოუყარეთ და მივაწოდეთ. ჩვენი თითოეული ნაბიჯი სწორედ იმით არის ნაკარნახევი, რომ ამ პრობლემას გავუმკლავდეთ და ყოველთვის ამას ვამბობდით. თუ ვინმეს აქვს სურვილი, რომ კონკრეტულ პრობლემაზე დავსვათ და ვისაუბროთ, ჩვენ მზად ვართ ნებისმიერ ფორმატში ველაპარაკოთ და არა უბრალოდ რაღაც რეზოლუცია გვესრონონ, ლოზუნგი გვესრონონ და ასე ცარიელი სიტყვებით გაგვაკრიტიკონ. უცხოურ ჩარევასა და საინფორმაციო მანიპულაციაზე ექსპერტთა კომიტეტი საბოლოო კვლევასაც მოამზადებს და ამ საკითხის უკვე საბოლოო განხილვა ევროპის საბჭოს მინისტერიალზე მაისში იგეგმება. მადლობა, ლელა ჯავახიშვილი საუბრობდა კურიერის ეთერში. ხალხის ზალა ეთახება ერთიანი ნეიტრალური საქართველოს. ამ წუთებში შალო პაპუაშვილი აკეთებს განცხადებას, რომელსაც პირდაპირ ეთერში გთავაზობთ. და ექსპერტთა ჯგუფმა შექმნა გარკვეული დოკუმენტი, რომელზეც მოსაზრებების წარდგენა სთხოვა ევროსაბჭომ მინისტრთა კომიტეტის წევრებს შესაბამისად. ჩვენ ისევე როგორც სხვა უწყებები ჩართული ვართ იმაში, რომ ჩვენი რეკომენდაციები და გამოცდილება გაუგზავნოთ ევროსაბჭოს. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია თანამედროვე
საინფორმაციო ეპოქაში უცხოურ ჩარევის წინააღმდეგ ბრძოლა და ამ მხრივ ფიქრობ, რომ ჩვენ გვაქვს ორივენაირი გამოცდილება, ერთის მხრივ როგორც სამიზნე უცხოური საინფორმაციო ჩარევისა და ზოგადად ჩარევისა და მეორე როგორც ქვეყანა, რომელსაც აქვს ყველაზე კარგი გამოცდილება იმასთან დაკავშირებით, როგორ ვებრძოლოთ ამგვარ ჩარევას. ჩვენ ხედავთ, რომ ბოლო რამდენიმე წელია ეს ჩარევა ხდება ჩვენს შიდა პოლიტიკაში სხვადასხვა ინსტრუმენტების გამოყენებით, დეზინფორმაცია, სიძულვილის ენის დათესვა, რომელიც სამწუხაროდ კიდევ ერთხელ ბრიუსელის დაფინანსებით ხდება უმეტეს შემთხვევაში და როგორ ამ სიძულვილის ასე ვთქვათ წაქეზებით, დეზინფორმაციით როგორ მიყავთ გარკვეული ჯგუფი ადამიანებისა შემდეგ ძალადობამდე და ქვეყნის სახელმწიფოს დემოკრატიის ძირის გამოთხრამდე და ეს გამოცდილებას ვნახეთ როგორ ხდება ამგვარი მავნე ოპერაციების დაგეგმვა და განხორციელება და ამავე დროს ვაჩვენეთ თუ როგორ შეიძლება ქვეყანა იყოს მედეგი ამგვარი ჩარევების წინააღმდეგ როგორც პრაქტიკული თვალსაზრისით როცა ვებრძვით ამ დეზინფორმაციას და ჩარევებს ისე საკანონმდებლო რეგულაციებით ასე რომ ჩვენი გამოცდილება ამ მხრივ გაუზიარეთ. ბატონშალა, როგორც გაირკვა მილანში შედგა შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტის, საგარეო საქმეთა მინისტრის და შტატების ვიცე-პრეზიდენტის და სახელმწიფო მდივნის მონაწილეობით საქართველოს ოფიციალური პოზიცია ცნობილია, რომ ჩვენ მზად ვართ ახალი ფურცლიდან ვაშინგტონთან ურთიერთობის დასაწყებას. აი ესეთი შეხვედრა თუ იქნება გარკვეულწილად ხელშემწყობი აი ამ ურთიერთობების განახლების. თავისთავად ჩვენ ველით რომ გარდა სამუშაო შეხვედრებისა, გარდა სხვა მხრივ კონტაქტებისა, სრულად აღდგება სტრატეგიული პარტნიორობა ჩვენს ქვეყნებს შორის. ეს ჩვენი ბრალი არ არის, ეს არის ამერიკის შეერთებული შტატების წინა ადმინისტრაციის ბრალი, რომ ამერიკის შეერთებული შტატებმა წინა ადმინისტრაციის პირობებში გაიფუჭა ურთიერთობა ქართველ ხალხთან და საქართველოსთან, ქვეყანასთან, რომელიც ყველაზე მძიმე პირობებში გაჰყვა ნატოს, ამერიკის შეერთებულ შტატებს მსოფლიო უსაფრთხოების დასაცავად, ყველა შევახსენებო, საქართველო პირველ ადგილზე არის ერთსულ მოსახლეზე დაღუპული ჯარისკაცების რაოდენობით ავღანეთში. ჩვენ ვართ პირველ ადგილზე, ყველა სხვა ქვეყანასთან შედარებით, ნატოს წევრი თუ არაწევრი ქვეყანა და ასევე ჩვენ ვართ მე-4 ადგილზე ნატოს წევრ ქვეყნებს შორისაც კი იმ კონტინგენტით, რომელიც ყავდა ავღანეთში გაგზავნილი. ეს არის ქართული ასე ვთქვათ მეგობრობა და პარტნიორობა, რომელიც ჩვენ ვაჩვენეთ ამერიკის შეერთებულ შტატებს, სამწუხაროდ ბაიდენის ადმინისტრაციამ ეს არ დააფასა და პირიქით, ნაცვლად იმისა, რომ ჩვენ გვენახა გვერდში დგომა ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან, ნახეთ ძირის გამოთხა ქართული დემოკრატიის, ძირის გამოთხის მცდელობა ქართული დემოკრატიისთვის, ასე რომ ვფიქრობ, რომ ეს კიდე ერთი დანაშაული არის ბაიდენის ადმინისტრაციის, რომელიც მნიშვნელოვანია, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ გამოასწოროს და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ გამოასწოროს. ჩვენ ამის მზაობა გვაქვს და ეს არაერთხელ განგვიცხადებია, ამიტომ ჩვენ კვლავ მოლოდინის რეჟიმში ვართ. ჩვენ ხედავთ გეოპოლიტიკურ ძვრებს, რომელიც სამყაროში ხდება. ჩვენ, რა თქმა უნდა, ჩვენ უპირველეს ამოცანა, უპირველეს ყოვლისა, ყველა სხვა ამოცანასთან შედარებით არის უსაფრთხოების და მშვიდობის შენარჩუნება ჩვენს ქვეყანაში და ამავე დროს, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი არის, რომ ის სტრატეგიული რომ ჩვენი მზაობა კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ სტრატეგიული პარტნიორების აღდგენაში. ორი პოლიტიკური გაერთიანება უკვე ახალ პირობებში ეს ხალხის ძალა და ერთიანი ნეიტრალური საქართველო ითხოვს, რომ გაიხსნას დისკუსია და დებატები იმასთან დაკავშირებით, რომ ისინი მიიჩნევენ, რომ ახალ მსოფლიო რეალობაში ევროინტეგრაცია საქართველოს სუვერენულ ინტერესს არ წარმოადგენს, საუბრობენ იმ საფრთხეებზე, რაც მათი თქმით შესაძლოა გახდეს იმის წინაპირობა, რომ კონსტიტუციური ჩანაწერი გადაიხედოს. რას პასუხობთ თქვენ ამ შემთხვევაში ამ ინიციატივას და რეფერენდუმის ჩატარებასაც კი? რაც შეეხება დებატებს და დისკუსიას, მთავარი იდეა, როდესაც ჩვენ განვაცხადეთ, რომ ჩვენ მზად ვართ შევიდეთ დებატებში იმ ნებისმიერ პოლიტიკურ ჯგუფთან, ერთადერთი პირობით, რომ ისინი აღიარებენ საქართველოს როგორც სახელმწიფოს და მის კონსტიტუციურ წესრიგს, ჩვენ ამავე დროს ვთქვით, რომ მზად ვართ ვისაუბროთ და დებატი გქონდეს ნებისმიერ თემაზე. მათ შორის არის ჯგუფები, რომელიც ფიქრობენ, რომ უმაღლეს განათლებას რეფორმა არ სჭირდება.
მზად ვართ ამ ადამიანებთან შევიდეთ დისკუსიაში. არიან ადამიანები შეიძლება რაც ხა თქვენ ახსენეთ ჯგუფები, რომელიც ამბობენ რომ ევროინტეგრაცია რისკებს შეიცავს, მზად ვართ ვისაუბროთ ამ თემაზე ნებისმიერ ჯგუფთან. ასე რომ კიდევ ერთხელ ჩვენ მზად ვართ დებატებზე და დისკუსიაზე ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ევროინტეგრაციასაც შეეხება ჩვენ ამაზე არაერთხელაც გვითხოვს, რომ ყოველთვის მნიშვნელოვანი არის ინტეგრაციის პროცესში არ დაზიანდეს ჩვენი ქვეყანა, ჩვენ ევროკავშირის წევრობა, იმიტომ არ გვინდა რომ უბრალოდ მოინიშნოს საქართველოს როგორც წევრი და ევროკავშირის წევრი საქართველოს დანგრეული იყოს. ხედავთ ჩვენ რა ხდება უკრაინაში, რა ხდება მოლდოვაში, ინსტიტუციების განადგურება, ქვეყნის განადგურებაზე სხვა არაფერს საუბრობ, მოლდოვის პრეზიდენტი საუბრობს საერთოდ ქვეყნის გაუქმებაზე. რა თქმა უნდა, ჩვენ ეს არ არის ჩვენი გზა ევროინტეგრაციის, უკრაინული და მოლდოვური გზა, ჩვენი გზა არ არის, ჩვენ სხვა გზით მივდივართ და ჩვენი სახელმწიფოებრიობით, ჩვენი დამოუკიდებლობით და ჩვენი ინტერესების პატივისცემის გზით მივდივართ. ამიტომ მნიშვნელოვანია კიდევ ერთხელ რომ ჩვენ არ აგვერიოს ევროინტეგრაცია მორჩილებაში და საკავშირო გაერთიანებაში შესვლაში და ისე როგორც ვიყავით საბჭოთა კავშირის დროს, როდესაც იყო ცენტრი მოსკოვი და ეხლა უნდა იყოს საკავშირო ცენტრი ბრიუსელში საკავშირო მთავრობით, არ ვიცი. ასე რომ ჩვენ ამ გზით მივდივართ, ამ ხრივ გამოწვევები არის ევროკავშირში, დღევანდელი ბრიუსელი, რა თქმა უნდა, სულად არის აცდენილი იმ ღირებულებებს, რომელიც საქართველოს დგას. ის პოლიტიკა, რომელიც დღეს ბრიუსელს აქვს, აბსოლუტურად ეწინააღმდეგება ქართულ ღირებულებებს და ამიტომ მნიშვნელოვანი არის, რომ შესაბამისი ცვლილებები მოხდეს ბრიუსელში, დაუბრუნდეს ბრიუსელი ჭეშმარიტ ევროპულ ღირებულებებს, რომელიც პასუხობს შესაბამისად ქართულ ღირებულებებს. ამიტომ კიდევ ერთხელ ევროინტეგრაცია არის ჩვენი კონსტიტუციური ამოცანა 78 მუხლით, რომელსაც წინ უძღვის 77 მუხლი. სადაც არის დამოუკიდებლობის საკითხი, სადაც არის ჩვენი ინსტიტუციების დამოუკიდებლობის საკითხი და ჩვენ არ ვაპირებთ, რომ ბრიუსელს მივცეს შესაძლებლობა ხელი აფათუროს ჩვენს კონსტიტუციურ ორგანოებში, ბრიუსელიდან დაგვინიშნონ მოსამართლეები და პროკურორები, ამას არ ვაპირებთ. ამიტომ დისკუსია მნიშვნელოვანი არის, რომ იმ ხრივ რომ ჩვენ კიდევ ერთხელ ვაცნობიერებთ თელ სირთულეს ამ გზის და მნიშვნელოვანია რომ ეს გზა სწორად გავიაროთ. ვინმე თუ ხედავს რაღაც რისკებს და საფრთხეებს, ჩვენ მზად ვართ ავუხსნათ, რომ არის რა თქმა უნდა რისკები და ამ რისკებს შეჭირდება მყარი სუვერენული პასუხები. როდესაც ევროინტეგრაცია ზოგიერთის მხრიდან გაიგება როგორც ქვეყნის დამორჩილება, როგორც ბალტიელი პოლიტიკოსები გვიპირებენ, რომ მათ ჭკუაზე უნდა გვატარონ, თუმცა ეს გონიათ საბჭოთა კავშირში ვერ გვატარეს თავის ჭკუაზე და ეხლა უნდათ რომ ევროკავშირის ეგიდით დაგვიქვემდებარონ და თავის ჭკუაზე გვატაროს ზოგიერთმა ბალტიელმა პოლიტიკოსმა. რა თქმა უნდა ეს არავის არ გაუვა და ეს არ არის ევროკავშირი და ეს უნდა ვაჩვენოთ ჩვენ. მათ შორის მათ ვისაც აქვს გარკვეული კითხვები და ხედავს რისკებს, უნდა ვაჩვენოთ, რომ ის რასაც დღეს ხედავთ, ეს არ არის ევროკავშირის ჭეშმარიტი სახე. ბრიუსელი დღეს მიდის არასწორი გზით და მისი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი ამერიკის შეერთებული შტატები ამას ყოველდღე უმეორებს, რომ გაჩერდით, არასწორი გზით მიდიხართ, გამოფხიზდით, დაუბრუნდით ევროპულ ღირებულებებს და ჩვენც ამას ვეუბნებით. ამიტომ კიდევ ერთხელ პრობლემა არის არა ევროკავშირში და ევროპულ ინტეგრაციაში, თუ კი ვინმე ამ რისკებს ხედავს, პრობლემა არის ბრიუსელში, რომელიც დღეს აბსოლუტურად ამოვარდნილი არის ევროკავშირის ღირებულებებს. ბატონო შალვა, ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით პირდაპირ ეთერში ვყავთ ბატონ შალვა და ეს თემა მინდა. ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით ვკითხავთ სახელმწიფო ორგანოების, რას ამზადებთ, ვინაიდან κρიტიკა ისმის ამ მიმართულებით და არის ის, რომ კიდევ ერთხელ იზღუდება გამოხატვის თავისუფლება. რა არის თქვენი გეგმა? ჩვენი გეგმა არის ის გეგმა, რომელსაც ნებისმიერი დამოუკიდებელი სახელმწიფო მიყვება, რომელიც პატივისცემს საკუთარ სახელმწიფოებრიობას. კონსტიტუციური წესრიგის პატივისცემა ეს არის საფუძველთა საფუძველი ნებისმიერი სახელმწიფოსი. და ის ჯგუფები, ვინც არცემს პატივს კონსტიტუციურ წესრიგს, ისინი თავს აყენებენ დემოკრატიის მიღმა, ამიტომ არ აქვთ მათ რაიმე არ აქვთ უფლება კონდეთ პრეტენზია დემოკრატიული პროცესებით სარგებლობისა. შესაბამისად, სწორედ ამას ეხება ეს ყველაფერი, ერთი და მეორე. ეს არ ეხება იქ რაღაც ცალკეულ ჯგუფებს და ადამიანებს და ასე შემდეგ, რომელსაც ჩვენ ხედავთ ამ მარგინალიზირებულ უსამშობლო ადამიანებს. ეს ეხება სინამდვილეში უცხოურ ჩარევას.
ესეც არის გარე ჩარევის ერთ-ერთი ინსტრუმენტი, რასაც ჩვენ ვაკვირდებით, რომ როდესაც ცდილობენ საქართველოს კონსტიტუციური წესრიგი, კონსტიტუციური ორგანოების ლეგიტიმაციაზე თავდასხმით კონსტიტუციური წესრიგის ძირი გამოუთხარონ, ამით გაგვიუქმო სახელმწიფო. და ამის კარგი მაგალითია, რომ სიტყვა არ ქონდა ნათქვამი, გამოვიდა ესტონელი აქაც, რა ვიცი, რა უნდა ამ ადამიანებს რას გვერდჩიან, რა დაუშავეთ ესეთი საბჭოთა კავშირის დროს, რომ დღემდე რაღაცა აწუხებთ ამ ხალხს. ესტონელი დეპუტატი გამოდგა ეგრევე და არალეგიტიმური საქართველოს ქართული ოცნების არალეგიტიმური წარმომადგენელი, ჩემზე საუბრობდა ბატონი კომიტეტის თავმჯდომარე, აი ეს აჩვენებს, რომ სინამდვილეში ეს რამე ქართული მოვლენა კი არა, ეს არის გარედან დაკვეთა, რომ გააუქმო საქართველოს სახელმწიფოებრიობა. დაგვაყენონ მოლდოვის გზაზე, სადაც ჩვენ რაღაც მომჩნევთ, თქვათ, რომ პატარა ვართ, უსუსურები და მოდი ვიღაცამ მიგვიერთოს და ამით გადავარჩინოთ, იქნება ჩვენი ტერიტორია. ასე რომ კიდევ ერთხელ კონსტიტუციური ორგანოების მიმართ კონსტიტუციური წყობის წესრიგის არაღიარება, კონსტიტუციური ორგანოების არცნობა, იმის თქმა, რომ კანონი მათთვის კანონი არ არის. კონსტიტუციური ორგანოები და სასამართლო მათთვის სასამართლო არ არის. არაღიარებენ ამ ყველაფერს, ანუ არაღიარებენ სახელმწიფოს. ეს არის დაკვეთა გარედან წამოსული და ამისთვის არის მნიშვნელოვანი მათ შორის ეს მოწესრიგება. ხედავთ რომ ამერიკის დღეს ვიცე-პრეზიდენტი თქვენ პირდაპირ ეთერში უსმენთ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, რომელიც ჟურნალისტების შეკითხვებს პარლამენტში პასუხობს. განაგზობთ გამოშვებას ხალხის ძალა ითანხმება ერთიან ნეიტრალური საქართველოს ინიციატივა საგარეო კურსზე დებატების დაწყების შესახებ. პოლიტიკური გაერთიანება მიიჩნევს, რომ ახალ მსოფლიო რეალობაში ევროინტეგრაცია საქართველოს სუვერენულ ინტერესებს აღარ პასუხობს. მათი თქმით, ევროპული ბიუროკრატიის მიდგომებმა განსაკუთრებით უკრაინის ომის ფონზე ეჭქვეშ დააყენა რამდენად სწორია ეს გზა, რაც მათი შეფასებით კონსტიტუციური ჩანაწერის გადახედვის საფუძველი უნდა გახდეს. მართულ გუნდში ინიციატივას უკვე გამოეხმაურნენ, უმრავლესობაში აცხადებენ, რომ ევროკავშირში გაწევრიანება კონსტიტუციური ამოცანაა, თუმცა ნებისმიერ მხარესთან არგუმენტირებული დებატებისთვის მზად არიან. კეთი ზანთარაია გაგვაცნობს პოზიციებს, კეთი ეთერში ხარ. ხალხის ძალა, რომელიც საპარლამენტო პოლიტიკურ ჯგუფს წარმოადგენს, აცხადებენ, რომ ისინი 2022 წლიდან საუბრობდნენ იმ არასამართლიან დამოკიდებულებაზე, რომელიც მათივე შეფასებით ევროპულ სტრუქტურებს საქართველოსთან დაკავშირებით გააჩნიათ. გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, ამაზე არაერთი განცხადება გაუკეთებიათ, როგორც საჯარო სივრცეში, არაერთი წერილი გამოუქვეყნებიათ და საპარლამენტო ტრიბუნასაც იყენებდნენ მსგავსი განცხადებების გასაკეთებლად. მათი შეფასებით, ხალხის ძალის შეფასებით, ევროკავშირი კონკრეტულ სახელმწიფოებთან დაკავშირებით და ამ შემთხვევაში ყურადღებას ამახვილებენ საქართველოზე, მანკიერი დამოკიდებულებით გამოირჩევა. ხალხის ძალაში ასევე საუბრობენ იმასთან დაკავშირებით, რომ არასდროს გაჭირვებიათ ამ პრობლემებზე საზოგადოებისთვის ინფორმაცია მიეწოდებინათ და შესაბამისად ვერც პრობლემას ვერ ხედავენ, რომ ევროინტეგრაციის საკითხზე გაიმართოს საჯარო დისკუსია. მე ვფიქრობ, რომ ევროკავშირთან დაკავშირებით დებატები კი არა, ჩვენ გქონდა პირდაპირ გამოსვლები, განცხადებები და მოწოდებები, რომ კრიზისი იყო და შექმნილი იყო არასწორი მიმართულება ევრობიუროკრატიაში, ევროკავშირის სტრუქტურებში, ოდესაც საქართველოს წინააღმდეგ პირდაპირ გალაშქრა ხდებოდა ხოლმე და დღესაც არ არის შენელებული ეს გალაშქრა. ეს ჩვენ ხალხის ძალას არაერთხელ გვითქვამს. 2022 წლიდან დაწყებული არც ერთ გაერთიანებაში თვითმიზანი არ ყოფილა საქართველოს გაერთიანება თუ ის არ ესადაგება საქართველოს ინტერესებს. დღესაც ზუსტად ამ პოზიციაზე ვართ. განცხადებებიც, კომენტარებიც, შეხვედრებიც, დებატებიც და ყველაფერი დაწყებული ქონდა, იმიტომ რომ დღემდე ასე ვაგრძელებთ, სიმართლე უნდა უთხრათ საზოგადოებას. რაც შეეხება მართლ პარტიას, ქართულ ოცნებაში აცხადებენ, რომ ნებისმიერ კონსტრუქციულ ჯგუფთან მზად არიან მსჯელობისთვის ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, რაც შეეხება ქვეყნის საგარეო კურსს. ლევან მაჭავარიანის განცხადებით, ეს კურსი უკვე ჩამოყალიბებული არის, კონსტიტუციით არის გამყარებული და საქართველოს ხელისუფლების პრიორიტეტი არის ის, რომ ქვეყანა 2030 წლისთვის მზად იყოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის.
რა თქმა უნდა, ჩვენი პოზიცია უცვლელია, რაც კონსტიტუციით არის გამყარებული და ჩვენი გზა, რა თქმა უნდა, ევროკავშირისკენ არის და ვიცით, რომ გაფართოვება იგეგმება 2030 წლისთვის და ჩვენ, რა თქმა უნდა, ყველაზე მომზადებული ქვეყანა ვიქნებით დანარჩენ კანდიდატ წევრ ქვეყნებს შორის ამის გარანტიას ვიძლევით და დღესაც აბსოლუტურად ყველა მონაცემი და პარამეტრი ამაზე მეტყოლებს და მიუთითებს. ხოლო რაც შეეხება ნეიტრალური საქართველოს ინიციატივას, რა თქმა უნდა, ჩვენ მზად ვართ ნებისმიერ კონსტრუქციულ ჯგუფთან დებატებისთვის, საგნობრივი მსჯელობისთვის, შეგვიძლია, რა თქმა უნდა, რომ ეს საკითხი უფრო გავშალოთ, თუმცა ჩვენი პოზიცია, რა თქმა უნდა, უცვლელია. მართლ პარტიაში განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებენ იმასთან დაკავშირებით, რომ როგორც ევროკავშირი, ევროპული სტრუქტურები, ასევე ამერიკის შეერთებული შტატები არის პარტნიორი საქართველოს ხელისუფლების პრიორიტეტი არის მათთან ურთიერთობა, თუმცა მთავარი мотиваცია ამ ყველაფრის უნდა იყოს ის, რომ საქართველოსთან დაკავშირებით როგორც შტატებს, ასევე ევროპულ სტრუქტურებს კონდეთ სამართლიანი დამოკიდებულება. მადლობა ქეთი ზანთარაია იყო კურიერის პირდაპირ ეთერში. ტრამპი ევროპას ისევ აკრიტიკებს, ევროპას საკუთარ თავს ანადგურებს, ჯობია გონს მოიგონა, აცხადებს ამერიკის პრეზიდენტი. ტრამპი ამბობს, რომ კონტინენტი სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას და მნიშვნელოვანი პრობლემები აქვს. ეს განცხადება ამერიკის პრეზიდენტმა ვაშინგტონში ეროვნული ლოცვის საუზმეზე გააკეთა. ეს არის ტრადიციული ღონისძიება, რომელიც ყოველ წელს თებერვლის პირველ ხუთშაბათს იმართება. მათ დიდი პრობლემები აქვთ იმიგრაციასა და ენერგეტიკაში. ევროპა საკუთარ თავს ანადგურებს. ჯობს გონს მოეგონ. თუ ევროპის სხვადასხვა ქალაქში გაივლით, მას ვეღარ იცნობთ. ეს ძალიან სამწუხარო ამბავია. დონალდ ტრამპი ვიქტორ ურბანს მეგობარს უწოდებს და უნგრეთის მომავალ საპარლამენტო არჩევნებში მხარდაჭერას უცხადებს. ურბანი ჭეშმარიტად ძლიერი და გავლენიანი ლიდერია, რომელსაც ფენომენალური შედეგების მიღწევის გამოცდილება აქვს. ის დაუღალავად იბრძვის ქვეყნისა და ხალხისთვის. მას ისევე უყვარს მისი ქვეყანა, როგორც მე ამერიკის შეერთებული შტატები. მას აქვს ჩემი სრული მხარდაჭერა უნგრეთის პრემიერ-მინისტრად ხელახლა ასარჩევად. ის არასოდეს დააღრალატებს უნგრეთის დიდებულ ხალხს. ეს განცხადება ტრამპმა Truth Social-ის ოფიციალურ გვერდზე გავრცელა. Only pro-peace government is the United States government. 17 მაისი ამერიკის პრეზიდენტმა საყოველთაო ლოცვის დღედ გამოაცხადა. დონალდ ტრამპმა თქვა, რომ შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის 250 წლისთავის საზეიმო ღონისძიების ფარგლებში 17 მაისს ეროვნულ მოედანზე ლოცვის დღე გაიმართება, რომლის დროსაც სხვადასხვა სარწმუნოების წარმომადგენლები შეიკრიბებიან. პროტესტი კოლუმბიის უნივერსიტეტში. სტუდენტები და პროფესორები შტატების საიმიგრაციო პოლიტიკას აპროტესტებენ. მათთვის მიიღებელია საბაჟო კონტროლის სამსახურის ქმედებები. ისინი კოლუმბიის უნივერსიტეტის უცხოელი სტუდენტების უფლებების დაცვას ითხოვენ. აქციის მონაწილეებმა გზის სავალი ნაწილი გადაკეტეს, პოლიციამ 12 პირი დააკავა. Washington Post-ის ჟურნალისტების პროტესტი, გამოცემის თანამშრომლები რესტრუქტურიზაციასა და 300-ზე მეტი დასაქმებულის გათავისუფლებას აპროტესტებენ. ამერიკელი მილიარდერის ჯეფ ბეზოსის მფლობელობაში არსებულმა მედიამ შემცირება ფინანსური სირთულეებით ახსნა. რედაქციიდან გათავისუფლებულ რეპორტიორებს შორის აღმოჩნდნენ ახალი ამბები სპორტის და საერთაშორისო მიმართულების კორესპონდენტები. სამსახურიდან დაითხოვეს პულიცერის პრემიის ლაურეატებიც. გარდაბანში ქმარმა ცოლი მოკლა. მამაკაცი ქვემო ქართლის პოლიციამ ოჯახის წევრის განზრახულობის ბრალდები დააკავა. გამოძიების ინფორმაციით ბრალდებულმა ცივი იარაღით ქალს ჭრილობები მიაყენა. ის შემთხვევის ადგილზევე დაიღუპა. ბრალდებული პოლიციაში გამოცხადდა და დანაშაული აღიარა. დაკავებული ხარ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით. სასაზღვრო პოლიციამ წითელი ცირკულარით ძებნელი დააკავა. თურქეთის მოქალაქე ბათუმში აიყვანეს. მას თურქული მხარე თაღლითობისთვის ეძებდა. ის საქართველოს ტერიტორიაზე ძებნის გამოცხადებამდე შემოვიდა. მიმდინარეობს საექსტრადიციო პროცედურები. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ საწარმოო პროცესი შეუჩერა თბილისში კვების 9 ობიექტს. გამოვლინდა არაერთი დარღვევა, მათ შორის ვადაგასული სურსათის გამოყენება, ეტიკეტირების წესის დარღვევა და უნებართვო საქმიანობა. ბიზნეს ოპერატორები დაჯარიმდნენ. ინსპექტირება 20-მდე ობიექტში ჩატარდა. ინსპექტირების ჯგუფის მიერ ერთი დღის განმავლობაში შემოწდა 19 ობიექტი, მათგან 10 ობიექტში გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები, გამოვლინდა ასევე ვადაგასული სურსათი
სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევა, შესაბამისად ბიზნეს ოპერატორები დაჯარიმდნენ და შეუსაბამობების აღმოფხვრამდე შეუჩერდათ საქმიანობა. ისრაელის 60 ტურისტული კომპანია საქართველოს ტურისტულ პოტენციალს გაეცნო. ტურისტულ გამოფენაზე მონაწილეობის პარალელურად ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ თელ-ავივში პრეზენტაცია გამართა. აქცენტი გაკეთდა თანამშრომლობის გაღრმავებასა და ერთობლივ ტურისტულ პაკეტებზე. თელ-ავივში მართალ ღონისძიება, სადაც მოწვეული ყავს 60-ზე მეტი ადგილობრივი კომპანია. საქართველოს მხრიდან ღონისძიებას ესწრება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი, იმერეთის დიემო და ასევე ტურიზმის სფეროში მოღვაწე ქართული კომპანიები. ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ საქართველოს ტურიზმის პოტენციალს და პირადი კავშირი დაამყარონ უკვე არსებულ კომპანიებთან. ეს არის ჩვენი პირველი ვიზიტი ისრაელში, კონკრეტულად ამ გამოფენაზე და ვფიქრობ, მართლა ძალიან ნაყოფიერად დაიწყო და ძალიან პერსპექტიულია და განსაკუთრებით დღევანდელი შეხვედრაც მინდა აღვნიშნო, იმიტომ რომ დაინტერესება მაშინვე ჩანს ჩვენ მოწვეული სტუმრებისგან და ვფიქრობ, რომ რეალურად იქნება ძალიან საქმიანი პარტნიორობა ჩვენს და აი ამ კონკრეტულად ამ კომპანიებს და არა მარტო ამ კომპანიებს შორის. დღის სხვა სიახლეებს გაიცანთ ჩვენ ვებგვერდზე rusavi2.gi ან დაასკანერეთ QR კოდი და შემოგვიერთდეთ Facebook-ზე. გემშვიდობებით 3 ამბებით.